ერთგულებაზე საოცარი რამ არი არსებებს ერთი წუთიც და რა მოხდება? ემილი, რა ხდება? დამაძინებელი აქვს გარეული, გავიქეცი. კარები აიგება. ჩავკეტეს. გავიგეთ. როგორ გავიგეთ? დედასკებიცებით არავის არ უტყვით, არც პოლიციას და არც FBI-ს. არ წაგვიყვანო თურქეთში და მონღოლეთში, ხმას არ ამოვიღებთ. უნდა გადაგვიყვანოთ სახეები. რა ხდება? გასოს გუშინ ლაზარე გამბიდაობაზე რომ მეკამათა. მე ვთხოვე ნიკას და ფოტოშოპში ბარბარე კრიმინალი გააკეთა. ისე მომეწონა კრიმინალის თამაში. აუ ნიკას მოუკლავ. კაი ფრენკი იყო, ვაღიაროთ. წავედით, გავაგრძელოთ. ხო, თორე მალე ჩამოგეძინებათ. ნიკას მოულოდნელი სურპრიზი ალბეო. მაგას ვერ მივხედოთ. გევრელი სადაა? სპორტულები არის, გამოფრთხილებიც არის. დოპამინი აქაა. ეგ კაია, მაგრამ ვარჯიშის მერე დაგანძიმებს ახლა. რას პროფესორო, არ გახსოვს ბოლოს რა მოხდა? რა გაცინებ? არაფერი. სხვა რამეზე გაგვეცინა. კაი, წამოდი, ჭორაობას იქაც შევძლებ. ნინჯაჩი დავიწყოთ. ხო, კარგად გაგვაყურებს. კარგად რომ არ ვიცით. მე რა, ფიზიკური აქტივობა გონებასაც ასტიმულირებს და თან კარგად გავერთობთ. ხო, ეგეც მართალია. მეც მომწონს ნინჯა. როგორ მოხდა შოკოლადის გარდა სხვა რამეზეც რომ მომწონს? რაღაც გაგეჩვითა ხუმრობები. კაი, წავედით რა. ხო, მე შევატყე, მაგრამ ვარჯიში და გახურება ნამდვილად დამაკენებს ხასიათს. დაჩი, მოდი ხარ? კი. 작전은 간단해 관심을 낚아챈다 ხო, გახურება ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიცი ლაზარე. 저렇게 날아가 straight into your heart 당연한 듯이 빠져들어 ოჩახ, ვამაყობ ჩემი მოწაფეებით. აი, გიბრუნდება იუმორი. კარგით, მოდი. There's no turning back 거품처럼 사라져버린 달콤한 끝이 시작해도 눈 감으면 진실이 돼요 그저 그거면 გამარჯობა.
რას უნდა გავაკეთოთ? მე დავიწყებ. Stop. Open my eyes, I slept through the day. Slept through the day, feeling uneasy, I push it away. Ურადებით ნახეთ კლასი. Feel like today, let's do it again, let's go on a day. Cause tonight I'm gonna take you out and live the dream that we've been talking about. So we can dive and spend like all of those. I wanna celebrate and have some fun tonight. I wanna show you all the lavish things in life. So raise your toast for all the good times that we'll have. It'll be like the movies, be like the movies. Rich people dreaming. Rich people. მაგარი იყო. დავიღალე, მაგრამ ძალიან გავერთე, კიდევ მინდა. ეხლა ხო შეიძლება შოკოლადი? ეხლა კი. დაჩი, რა გჭირს შენ? რაზე? რაღაც გაფანტული ხარ. კარგი, გეტყვით. შეიძლება სიგიჟეც ღერდეს, მაგრამ ქვემოთ გამოსასვლელ ოთახში რაღაც ოთახი ვნახე და თითქოს არ იყო აქაურობის სტილში. რას გულისხმობ? არ ვიცი, რაღაც სხვანაირად იყო განათებული. ნახოთ? არ ვიცი, შეიძლება არ შეგვიშვან. ინტრიგა მომწონს. აუ, ჩავიდეთ რა ქვევით. რომელი ოთახი იყო? ის არის. უნდა გვიჭიროთ. რაზე ოთახში შესულზე? არა, სხვა ოთახში შესვლა მართლა არ შეიძლება, მაგრამ არ დაგვიჭერა. წავედით. გამარჯობა. სალამი. აუ, კარგ დროს მოვიდნენ. დავიმატოთ. იცოდეთ კარატე ვიცი. ზედმეტი არ მოგივიდეთ. მაფიოზობანას თამაშს ვაპირებთ. საიდუმლო მაფიოზობანას ოთახი? დაგვემატებით? რავი, რატომაც არა. მოიცა, რა შინდა დაგვიმატოთ? ესე იგი მზად ხართ. მოგესალმებით მონაწილეებო, დღეს თქვენ ითამაშებთ თამაშს, რომელიც თამაშზე მეტია. გთხოვთ მოიდგოთ სახეზე მიღბები და გაეცნოთ თქვენს როლებს. იგუძებს ნომერი 1 და ეცნობა თავის როლს. იგუძებს ნომერი 2 და ეცნობა თავის როლს. იგუძებს ნომერი 3 და ეცნობა თავის როლს. იგუძებს ნომერი 4 და ეცნობა თავის როლს. იგუძებს ნომერი 5 და ეცნობა თავის როლს. იგუძებს ნომერი 6 და ეცნობა თავის როლს. იგუძებს ნომერი 7 და ეცნობა თავის როლს.
იღუძებს ნომერი 8 და ეცნობა თავის როლს. იღუძებს ნომერი 9 და ნახულობს რა დაუტოვა თავისთან. ქალაქში ღამეა. ძინავს ყველას. არ ძინავს მხოლოდ მაფიას. მაფია იღვიძებს და ეცნობა ერთმანეთს. ქალაქში დღეა, იღვიძებს ყველა. გისურვებთ წარმატებულ და საინტერესო თამაშს. წრეს გახსნის ნომერი 1. ჩემი აზრით მაფია არის ნიკა. არა, მე არ ვარ. მე არ მეწონა ნომერი 2-ის ლაპარაკი, საუბარი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ არის დაჩი. ვინ ფიქრობს, რომ ნომერი 4 არის მაფიოზი, ახლა აძლევთ ხმას. ნომერი 4 არის კენჭისყრის ლიდერი, ვემშვიდობებით ნომერ 4-ს. აი ვიცოდი რომ აი ეს აუ ჩემი აზრით არის ნომერი 9, იმიტომ რომ ალექსანდრეს გადაემტერა და შემდეგ ალექსანდრე გავუვარდა თამაშიდან, ამიტომაც მე ვაზრებ ხმას ნომერი 9. კი, მეცმას მგონია ძალიან საჭოდ იყურებოდა რაც. ანუ ავიფარით ნიღბები, თამაში არის ღამე. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. იღვიძებს ყველა. თამაშს ტოვებს ნომერი 2. გილოცავთ მეგობრებო, თამაში დარჩით მხოლოდ 5 მონაწილე. თქვენგან 3 არის პატიოსანი მოქალაქე, ხოლო 2 მაფიოზი. ახლა თუ სწორად არ გააგდებთ მოთამაშეს, მაფია გაიმარჯვებს. შეგიძლიათ დაიწყოთ მსჯელობა. ესონი ხო ერთად მოვიდნენ? კი, მაგრამ საერთოდ არ მანაღლებს. თავარია გავაგდოთ მაფიოზი. მეც. ჩემი აზრით ლაზარეა. მთელი თამაშია თვალებს საშიშად ათამაშებს. და დახუჭვაზე შაშმნიც გავიგე მისგან. ჩემი აზრით შენ ხარ, იმიტომ რომ არგუმენტები უაზროა და მარტო მაფიოზი მოიქცეოდა ეგრე. არ ვიცი, დავებედი. მგონი ლაზარე და შენ ხართ მაფიოზები. ისე აბრალებთ ერთმანეთს, რომ საეჭვოა. შენ რაღაც საეჭვოდ წირავ შენ მეგობარს. მეგობარი. იმ დღეს რამ იქნა, იცი? დამაძინებლებს მიყრიდა საჭმელში, რომ გავეყიდე. ჰა? ხო, ერთხელ ნამსხვრით მოწამლა და გავითიშე, ისე ვიყავი. მართალია, თვითონ იცით რამ იქნა? აგარაგზე ვიყავით ერთად წასულები და ჩაძინებული ვნახა. ისე გამპასდა, ყველა მეღადავებოდა. გამომივიდა მეგობარი. გახსოვს საპონი მწვანე საღებავით რო შემიცვალე? მთელი სახე მწვანე მქონდა და უცხო პლანეტელს გავდი. ხო, არა, შენ რო სათამაშოებში პატარა დინამიკები ჩადე და გვეგონა რომ სათამაშოები გვაშინებდნენ, ეგ რა იყო? მოსაფიქრებლად დაგჭათ 30 წამი. ვინ ფიქრობს, რომ ნომერი 7 არის მაფიოზი, ახლა აძლევს ხმას. შეცდით. იცით რა არის? მე და ლაზარეს, ასე რომ ვთქვათ, ბევრი რამე გაგვიჩალიჩებია ერთმანეთისთვის, მაგრამ თქვენ იმას ვერ ხვდებით, რომ გაჩალიჩებაში მაგრები ვართ და თამაშიც ჩვენია. კარგი თამაში იყო. მადლობა ყველას. კარგი, წამოდით ახლა ავიდეთ და რამე გემრიელობები ვიტოვოთ. კარგად მეგობრებო. ნახვამდის. All twins, God got pops.
ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და